აი ეს ცხრილი კიდევ ერთხელ გამოვიტანოთ, ანუ ეს რაც შეიძლება ხშირად უნდა ვანახოთ, რომ ამაზე ეგება რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებება იქნას მიღებული, იმიტომ რომ უბრალოდ კატასტროფაა ის მდგომარეობა, აი ეს გამოვიტანოთ ეკრანზე. ესე იგი 2020 წლიდან მოყოლებული 2025 წლამდე გარდაიცვალა 290,607 ადამიანი, ხოლო ცოცხლად დაიბადა 252,349 ადამიანი. ანუ რას ნიშნავს ეს? ესე იგი 38,258 მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. აი ეს არის სტატისტიკა. შეგიძლიათ საქსტაზე შეხვიდეთ და ნახოთ ეს ოფიციალური სტატისტიკა. ყოველწლიურად შობადობა იკლებს, სიკვდილიანობა პრინციპში, ერი უფრო ბერდება. ანუ მაგ ლოგიკით და სიკვდილიანობაც იმატებს მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ ნაკლებად იბადება ახალი თაობა და ერი ბერდება, ანუ ასაკი იზრდება, მაგრამ შესაბამისად ამაზე რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება თუ არ იქნა მიღებული და რაღაც კონკრეტული ჩარევა თუ არ მოხდა, მათ შორისაც ეკონომიკის მიმართულებით, რომ აი ეკონომიკური მუხტი იყოს სიტყვაზე მაგ თემასთან დაკავშირებით, ან თუნდაც ბინის თემაზე, რომ მაგალითად ახალშექმნილ ოჯახებს რაღაც 0%-იანი ან 1%-იანი ის კონდეთ, სესხი კონდეთ, რომ სიტყვაზე ბინა იყიდონ, ან ბავშვი როცა დაიბადება, არ ვიცი, რაღაც იგივე რაღაც თუ მაგალითად ბანკში აქ საქმე ჩადებული ან რაღაც სესხი აქ აღებული, ეგ დაექვითოს და ასე და შემდეგ. რაღაცის უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება. და წავახალისოთ ეგ თემა. მე მართლა არ ვიცი, აი ეხლა ხო არის რომ 40,000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, შემდეგ 5 წელიწადში 40,000 ბავშვით მეტი როგორ უნდა დაიბადოს საქართველოში. სრულიად გაუგებარია. მეტი უნდა დაიბადოს, იმიტომ რომ ეს სიკვდილიანობა კიდევ ერთხელ აიწევს, იმიტომ რომ უფრო ბერდება ხალხი ამ სტატისტიკის მიხედვით. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა გამოსწორდეს აი ეს მდგომარეობა. საბანახე. თან ჩარევაც არ ხდება მაგ თემასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ სულთა ბუნებრივი კომპონენტით კლება გვაქვს დემოგრაფიაში, ისევ სახელმწიფოს ანგარიშს მოვიშველიებ 2025 წელს მაგალითად 7,000-ზე მეტმა მოსწავლემში მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა საქართველოში. მიზეზი არის ერთადერთი ის იგივე, რომ მშობლებმა საზღვარგარეთ წაიყვანეს საცხოვრებლად 7,000 იგივე ციფრი იყო, წელს 2025 წელს უფრო მეტი იყო, 7,000 რაღაცა იყო, კონკრეტული რიცხვი არ მახსოვს. მაგრამ ასევე 7,000 იყო 2024 წელსაც, ანუ დრამატულად 7,000 ბავშვი წელიწადში, რომელიც მშობლებმა ქვეყნიდან გაიყვანეს. პლუს ამას, ეგ მარტო ბავშვებზე და მარტო ბავშვებზე ხორცელდება, ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ამ ქვეყნიდან მიდის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვერ ხედავს პერსპექტივას, ვერ ხედავს აზრს და იმ შინაარსს რომ დარჩეს და საკუთარ ოჯახს მიხედოს უპატრონოს ღირსეულად. აი ეს კიდე გამოვიტანოთ, ერთი აი მნიშვნელოვანი თემა გამახსენდა, რომ სუროგაციის თემა, ის ცოცხლად დაბადებულები რო არის, აქ 252,000. ეგ შედის მაგ. სუროგაცია შედის, აქ ანუ ძალიან ბევრ კლინიკაში რო შეხვიდეთ, სადაც ეს რაღაც ბავშვის დაბადება ხდება და მშობიარობა ხორციელდება, მაგრამ აბსოლუტურად ძალიან ბევრი, უმრავლესობა თუ არა, ძალიან ბევრი არის სუროგაციით დაბადებული. ანუ ამას კიდე უნდა გამოაკლო აი სიტყვაზე, არ ვიცი 10, 15, 20%, რომ ეს მიყავთ ბავშვები. ქართველ ხალიფს რაღაც ამშობიარებენ ბავშვები გაყავთ მე წავიდა საზღვარგარეთ და ეს არის კიდე ანუ გაცილებით ნაკლები ბავშვი დაიბადა ვიდრე ეს ხო კატასტროფული სტატისტიკა მაგრამ გაცილებით უარესია რეალურად მდგომარეობა ეხლა აგერ გიამრას ახსენა ეგ თემა რომ ბავშვები მიდიან საზღვარგარეთ მიყავთ მშობლებს საზღვარგარეთ მიდიან ეგ მიგრაციის თემა ასევე ეს თემა რომ სუროგაციის თემა პლუს ეს კატასტროფული სტატისტიკა და მე არ ვიცი ანუ თუ ადრე თუ გვიან აი უახლოეს რა ძელვადიან პერსპექტივა 30-40 წელიწადში 50 წელიწადში თუ ეს სტატისტიკა გაგრძელდა ხო შეუქცევადი შანსი არა ამის გამოსწორები მე ვეღარ გამოასწორებ ამ თემას შანსი არა გაქვს რა უნდა გააკეთო მაგის სოციალური ინჟინერი არ არსებობს რომ ეგ გამოასწორო და საიდან ჩანს რომ მაგის გამოსწორების ნუ ჩვენ კი ვიცით რომ მაგის რესურსი არ არსებობს სინამდვილეში არსებული ხელისუფლების პირობებში მათ შორის პრემიერ-მინისტრმა კუბახიძემ ერთ-ერთ დებატებში რომელსაც ზურაც ესწრებოდა ასევე პირდაპირ აღიარა ხო რომ თქვა რომ ხო ანუ ეს ოჯახების დაანგრევის კი ბატონო იდეოლოგიურ მაგრამ კატასტროფული კლება გვაქვს შობადობაში 40,000 რახანია ჩამოწდა უკვე ახალშობილთა რაოდენობა პრობლემები ანუ პრემიერ-მინისტრმა რომ აღიარა მნიშვნელოვანი პრობლემები ხო და მაგას არ მოყოლია ის
ნაბიჯები, რომელიც მაგას უნდა მოყვეს, რომ ეს პრობლემა მოგვერდეს, ეგ ხომ ტრაგედიაა სინამდვილეში. ეგ ხომ არის კაფიო მარკერი იმის, რომ არსებული ხელისუფლება არც აპირებს, არც აინტერესებს ამ საკითხის გამოსწორებას, მიხედვას. ეს ხომ დამაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მე მაინც ჩემი არ ვიცი, შინაგანად ორიენტირებული ვარ, რომ რაღაცა პრობლემის მოგვარება გზები საზოგადოებას შევთავაზოთ და უთხრათ რა შეიძლება იყოს გამოსავალი რა. თუ დაუშვათ 2012 წელს მეც მათ შორის და ჩემ ოჯახის და საქართველოს სახელმწიფოს უდიდესი ნაწილი ქართულ ოცნების ლეგიტიმაციაში რომ მიგვენიჭებინა, მივეხმარეთ და მაშინ სხვა მოცემულობა იყო, სხვა გამოსავალი არ იყო. ამ მომენტიდან უამრავი ადამიანი მიდის არჩევნებზე და ბოლო არჩევნებზეც, როგორც საპარლამენტო თვითმმართველობის მივიდა და ქართულ ოცნება შემოხაზა, ხო, გააფერა და ლეგიტიმაცია მიანიჭა და მაგ ადამიანებს გონიათ, არ ვიცი თუ კიდევ იმეს გონიათ, რომ მათ რაიმე პრივილეგია ეკუთვნით მაგით, თქვენ მეგობრებო ძალიან ცდებით რა. ის პრობლემები, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ნებიეს გაზრდილი ჯარიმები, ეს ფასები, ავტომობილებზე შეზღუდვა, ამ ვენახებზე, ეგ ყველაფერი თვითოულ თქვენთაგას ისევე გეხებათ, როგორც ჩვენ გვეხება. თქვენ არ წარმოიდგინოთ იმ ილუზიებში არ იყოთ, რომ ვინაიდან თქვენ ოცნება აირჩიეთ, მაგას ვინმე დაგიფასებთ, კაცო, ეგ წყვილი არის. როდესაც თქვენ მაგ ფაქტის წინაშე დადგებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენთაგანი უკვე დამდგარი არის, თქვენ შეიძლება იმის საშუალებაც არ გქონდეთ, რომ ეგ გამოხვიდეთ და გაასაჯაროოთ და საზოგადოება გვერდში ამოგიდგეთ, როგორც მსხვერპლს. ამიტომ ეგ მაგაზე უნდა დაფიქრდეთ. მარტო იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოდი მე რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ვიქნები და მე კარგად ვიქნები, თუმეტეს ქართულ ოცნებას რაც ხელწირაც აქვს ბოდიში და ფეხებზე კიდია, კაცო, ის ხალხი, ვინც მიდის და თუნდაც არჩევნებზე ხმას აძლევს. ერთ-ერთი ტრაგედიაა, მე ამას რაღაცა ცინიკურად კი არ ვსაუბრობ. მათ შორის ამ ძიმე დაავადებული ბავშვების მშობლები რომ მივიდნენ კანცელარიასთან და კაციშვილი რო არ გამოვიდა, რომ უბრალოდ მიეღო და მოესმინა, აეხსნა გამწარებული მშობლები იყვნენ, ხო? ერთ-ერთმა მშობელმა ღიად თქვა, რომ ამათ მივეციო, კაცო, მხარი, ამათ დაუჭირეო, მე ვარჩევნებზეო და დღეს რა მოცემულობაში, ხო, მძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგივე ბედი გელით ყველას. ეგ არის ქართული ოცნების ხელწერა და მე მინდა რომ მაგაზე დაფიქრდეთ, იმიტომ რომ როდესაც მაგ კონკრეტული ფაქტის წინაშე დადგებით, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს და შეიძლება დრამატული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს პირადად თქვენ და თქვენი ოჯახი.